79 მომხრე 11 წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიიღებულია. ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე საბოლოო მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია, რომლითაც მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებიც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. შესაბამისად, ემიგრანტების საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ. ასევე იკრძალება საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოს გადაღებისას ხმის ჩაწერა. იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა დანიშვნის ნორმა, რომლის შედეგად ნასამართლობის მქონე პირი საარჩევნო კომისიის წევრი ვერ გახდება იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა. კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია გაძევებული პირების შესახებ მონაცემებს აღრიცხავს. პარტიას საარჩევნო სიაში უპარტიო კანდიდატების წარდგენის უფლება აღარ ექნება. ცვლილებებით პარტია უფლებამოსილია კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი უპარტიო კანდიდატს წარადგენს. არავის არ ერთმევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, პირიქით ამ ახალი წესით მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შიგნით იქნება შესაძლებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უბნების გახსნა და როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ გააზრებულ ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას, რის საშუალებაც არის შესაძლებელი მხოლოდ საქართველოში. ამის მკაფიო მაგალითი, ზეწოლის მკაფიო მაგალითი, სწორედ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, მაგალითად გერმანიაში გამოჩნდა, როდესაც მაღალთანამდებობის პირი გერმანიიდან ცდილობდა პრაქტიკულად ძალიან უხეშად ჩარეულიყო საქართველოს შიდა საქმეებში არჩევნების მიმდინარეობაში. ეს არის ის ნათელი და მკაფიო მაგალითი, რაც აღარ უნდა განმეორდეს ჩვენს რეალობაში. ის ადამიანები, რომლებიც არიან ემიგრაციაში, არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა. საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს კრიშნაიდულ კასტების სისტემას და კასტების სისტემაში ჩვენ არ ვცხოვრობთ, სადაც არსებობენ პირველი და მეორე ხარისხის მოქალაქეები. შესაბამისად, ჩააყენო საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომელიც ძალიან მძიმე სოციალური ფონის გამო ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ სხვა უფლებრივ მდგომარეობაში, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სადავო კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ქართული ოცნების პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი არიან.